ბათუმის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი პიაცა გაიყიდა. გასხვის და აქ არსებული შენობა-ნაგებობების ის ნაწილი, რომელსაც ბათუმის მუნიციპალიტეტი ფლობდა. კერძოდ კოშკი და მოედნის ირგვლივ არსებული ეს შენობები, სულ 3745 კვადრატული მეტრის ფართობი. პიაცას ახალი მფლობელი ქართული კომპანია შეპესე პიაცა ჰოლდინგია, რომელსაც ინვესტიციები ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და რუსეთში აქვს დაბანდებული. წინასწარ შევისწავლეთ ეს ყველაფერი. ყავდა იანვარში ტურისტების და ჩვენი კომპანიონების საკმაოდ დიდი ჯგუფი, ყველაფერი ვნახეთ, დავათვალიერეთ და ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა, რა თქმა უნდა. და იმედი გვაქვს, რომ სხვა ჩვენი ბიზნეს პარტნიორები, რომლებიც არიან დასავლეთში, შემოგვიერთდებიან. კომპანიამ პიაცა რამდენიმე დღის წინ პირობიანი აუქციონით 11 მილიონ ლარად შეიძინა. პირობის თანახმად გაყიდული შენობა-ნაგებობების გამოყენება მხოლოდ სასტუმროს ფუნქციონირებისთვის არ შესაძლებელი. დასაშვებია რესტორნების, კაფე-ბარების, სამორინეების, მაღაზიებისა და საგამოფენო დარბაზების მოწყობა. მათ ამოქმედებას აუქციონზე გამარჯვებული კომპანია საკურორტო სეზონის დადგომამდე აპირებს. გასხვისდა, იმიტომ რომ პიაცას შენობაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს განთავსებული სასტუმრო და ის ინფრასტრუქტურა, რომელიც არის საჭირო სასტუმროსთვის, გულისხმობს კაფეს, რესტორანს და ასე შემდეგ. რაღაცა მუნიციპალურ სასტუმრო ცოტა ისეთი, რა ქვია, დღევანდელი გლომერები და გამომდინარე წარმოუდგენელია და ამიტომ უნებრივია მოხდა მისი გასხვისება და იქ კიდეც ესე ვთქვათ, ერთ-ერთ მთავარ ვალდებულებად აღებული აქვს ის, რომ უნდა იყოს მხოლოდ სასტუმრო და ის ობიექტები, რომელიც სასტუმროსთვის არის საჭირო. პიაცას საკუთრებაში გადაცემის შესახებ ოქმით 17 აპრილს გაფორმდება. ამის შემდეგ კი მერიასა და ახალ მფლობელს შორის უკვე ხელშეკრულება დაიდება. სწორედ ამ ხელშეკრულებით განმტკიცდება ის პირობები, რომელსაც ორივე მხარეს პირობითი აუქციონი ავალდებულებს. პიაცას აუცილებლად უნდა ყავდეს მეპატრონე, რომელიც შემდეგ გააგრძელებდა იმ იდეას, რაც საერთოდ ამ ტიპის მოედნებში დევს. ანუ ჩვენ შევქმნით მხოლოდ შენობები, შეიქმნა მოედანი და ამ შენობებს შემდგომ ჭირდება მართვა, ოპერირება. აუქციონის პირობები გარდა შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა მფლობელს ავალდებულებს, რომ არ შეიტანოს კორექტივები პიაცას იერსახეში, მოუაროს მოედანს, საათს და სხვა არქიტექტურულ ელემენტებს. ის, რომ შენარჩუნებული იერსახით პიაცაზე იმოქმედებს სასტუმრო, კაფე-ბარები და სხვა გასართობი ადგილები, ადასტურებს იმას, რომ ის კვლავ რჩება კულტურული ღონისძიებების მოწყობისა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად, აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში. ის, რომ აქ მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, ანუ იქნება სასტუმრო ნომრები, იქნება ღია ბარები, დახურული ბარები, მაღაზიები, სუვენირების მაღაზიები, მოედანზე გაიმართება სხვადასხვა ადგილობრივი დონის ფესტივალები, ასევე საერთაშორისო დონის კონცერტები. ამ მოედანს გახდის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილად, ასე ვთქვათ, ევროპულ გულად ბათუმისათვის. ბათუმის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერ კანონმდებლებს პიაცაში გადახდილი 11 მილიონი ლარი ენცირებათ და მიაჩნიათ, რომ ის გაცილებით მეტ თანხად უნდა გაყიდულიყო. მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ პიაცა ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გაკეთდა და მისი გასხვისებით ბიუჯეტში დაბრუნებული 11 მილიონი ლარი ძველი ბათუმის რეაბილიტაციის სხვა პროგრამებს მოხმარდება. უნდა გითხრათ, რომ თავის დროზე რომ გამოცხადებული კონკურსი შესაძლებელია ბიზნესმენებს გამოიჩინათ მხარ და თავის თანხებით აეშენებინათ. ეხლა დაიხარჯა დაახლოებით 17-18 მილიონი და ეს ნაგებობა გაიყიდა 11 მილიონად, რაც მე მიმაჩნია, რომ არასდროს მედება. მინდა გითხრათ, რომ ის თანხა, რომელსაც ისინი ხდიან და ეს ვალდებულება, რომელსაც ისინი აკეთებენ, ერთ-ერთი სოლიდური ინვესტიცია შეიძლება ჩაითვალოს ჩვენს ქალაქში, იმიტომ რომ მხოლოდ 6 მილიონ დოლარზე მეტი ამ ობიექტის შეძენაზე ხდება გადახდა 6 მილიონზე მეტის გადახდა და ალბათ ორჯერ უფრო მეტი დაჭირდება მის გამართვას, ასე რომ შეიძლება ითქვას ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ბათუმში. ბათუმის მუნიციპალიტეტი კომერციულ პროექტებზე არ ფიქრობს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენ გამოგვივიდა კომერციული პროექტი, იმიტომ რომ დანახარჯები, რომელიც ჩვენ გავიღეთ აქ, ფაქტიურად იქნა ანაზღაურებული. ერთადერთი, რაც არ გასხვისებულა და არც გასხვისდება, ეს თავად პიაცას მოედანია. პიაცას შენობების პირველი სართულის ღია სივრცეს ახალი მფლობელი საჭიროების შემთხვევაში რეგიონის ხელისუფლებას და ბათუმის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ დაუთმობს. პიაცა ჰოლდინგის გარდა აქ მდებარე ნაგებობების ნაწილს უკვე ჰყავს სხვა კერძო მფლობელებიც. მერიამ რეკონსტრუქციისას ადგილზე მცხოვრები 7 ოჯახი დააკმაყოფილა.